მოგესალმებით, მივესალმები ქართული ტივის მაყურებელს. დღეს განსაკუთრებული გადაცემა გვაქვს. რამდენიმე ათეული დღეა, რაც საქართველომ და ქართულმა არქიტექტურამ დაკარგა ვახტანგ დავითაია, უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი არქიტექტორი, რომლის შემოქმედებაც, იდეებიც და ხედვაც კვლავაც განაგრძობს არსებობას, განაგრძობს ფილმში არქიტექტურა, ოცნება და სინამდვილე, რომლის რეჟისორიც და ავტორიც ბატონი ბექა ავარსკი დღეს ყავს ქართული ტივის სტუდიაში და მოგესალმებით ბატონო ბექა. მოგესალმებით ბატონო მარიამ. მოგესალმები ტელემაყურებელს, მსმენელებს, თქვენს აუდიტორიას. რა შეიძლება ადამიანმა დაამატოს იმაზე მეტი, რაც თქვენ თქვით და რის თაობაზეც თქვენ საუბრობთ. ეხება ეს ბატონი ვახტანგის შემოქმედებას იმ დიდ შემოქმედებრივ გზას, რომელიც მან განვლო მრავალი ათწლეულის განმავლობაში და უანგაროდ ემსახურა ქართულ ხუროთმოძღვრებას. ეს არის ადამიანი, რომელმაც უდიდესი წარუმშრელი კვალი დატოვა ჩვენ შემოქმედებაში, არქიტექტურულ შემოქმედებას გულისხმობ და მისი ფილმის გმირა წარმოდგენის ინსპირაცია ზუსტად ეს იყო, როდესაც მე გავეცანი მის შემოქმედებას და როდესაც მე მანამდე მუშაობდი კიდევ ერთ ფილმზე, ბატონ ვახტანგის შემოქმედების შესახებ. გაჩნდა ეს მომენტი, რომ დაუკმაყოფილებლობის შემოქმედებრივი, რომ არა, ალბათ კიდევ ერთხელ უნდა მეუტრიალდე მეთქი და რაც შეიძლება მეტად სიღრმისეულად ჩავწვდე ამ ადამიანის რამდენადაც შეიძლება ჩაიხედო სულში შემოქმედის და ხელოვანი ადამიანისა. მისი პიროვნების უკეთგაცნობის სურვილმა გადაგაწყვეტინათ ესე იგი რა თქმა უნდა ეს ასე იყო და ფილმის სახელწოდებაც ამიტომაც არის ასე შერჩეული ოცნება და სინამდვილე. დიახ. და თქვენ ალბათ ნახავთ ფილმის ბოლოს მაყურებელიც იხილავს აი ოცნების და სინამდვილის რეალიზების აპოგეის ესეთ მწვერვალს, როდესაც ის თვითონ საუბრობს ამ ყველაფერს. ანუ ფილმის სრული სახელწოდება, როგორც თქვენ თქვით უკვე, ეს არის არქიტექტურა, ოცნება და სინამდვილე. და რატომ ეს სახელი? ძალიან საინტერესოა. აი რატომ ადამიანი, რომელიც ბატონ ვახტანგი 1958 წლიდან უკვე არქიტექტურულ საზოგადოებისათვის ცნობილი ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, რომელმაც თავისი აი ამ ზუსტად ხედვით დაიმკვიდრა ადგილი და მიაღწია უდიდეს წვერვალს. რა იყო მისი მთავარი ნიშა? მისი უმთავრესი ნიშა, რასაც თქვენ გულისხმობთ, ეს იგი იმ ნიშის დამკვიდრება დიდ არქიტექტურულ ხუროთმოძღვრულ ოჯახში, რომლის უდიდესი ტრადიცია გააჩნია ქართულ არქიტექტურულ საზოგადოებას, პროფესიულ საზოგადოებას გულისხმობ მე, რომელიც უკვე ვთქვათ მე-20 საუკუნის მიჯნიდან მოყოლებული უკვე დღევანდელი სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელიც მანამდე სამშენებლო უნივერსიტეტი იყო და პირველი დიპლომირებული ქართველი არქიტექტორები საუკუნის დასაწყისში იყვნენ დიპლომირებულნი საქართველოში. ეს არის დიდი არჩილ კურდიანი და ქეთევა სოყოლოვა, მისი მეუღლე კურდიანი. აი ამ თაობის და ამ დიდი ტრადიციის მატარებელი გახდა ბატონი ვახტანგი. ბატონი ვახტანგი იყო იმ არქიტექტორთა პლეიადის წარმომადგენელი, რომელიც თუნდაც ერთი სახელიც რო ახსენოთ, ეს არის ბატონ გიგა ბათიაშვილი. აი ეს ერთი პლეიადა მოდის და აქ არ შეიძლება არავის დავიწყება. უამრავი დიდი შემოქმედი იყო და ხუროთმოძღვარი, რომელიც ჩვენს ქართული სახელმწიფოებრივი იერსახის ზნეზე იყვნენ ორიენტირებულები. ძართულია გამოყო ბატონი ვახტანგის შემოქმედებაში რომელიმე მიმართულება, რომელზეც თქვათ იტყვის თვითონ ფილმში, რომ თქვათ რაღაცნაირად უბრალოდ ის მოეკიდა ამ საქმეს როგორც ჩვეულებრივ რიგით პროექტს. აი ბატონი ვახტანგის თქვენი ზუსტად კითხვას გავაგრძელებ ამ კონტექსტში, რომ ნიშაო ხო როგორ დაიმკვიდრა. ის ყველაფერს უდგებოდა
და ცართულიც არის სათქალა უდგებოდა, იმიტომ რომ ეგონება ის ცოცხალია დღესაც, მაგრამ სამწუხაროდ უკვე უდგებოდა. მთელი სული და გულით. ის აქსოვდა თავის ნებისმიერ ახალ წამოწყებაში თავის შინაგან რწამს, შინაგან ხედვას და ამ ხედვით ის ემსახურებოდა ზუსტად აი ამ დიდ ხელოვნებას, არქიტექტურას, რომელიც პრაქტიკულად და ეს ასეც არის წარმოუდგენს სახელმწიფოს სახეს, იმიტომ რომ შენობა ნაგებობები ეს პირველი არის, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში უცხოელი ჩამსვლელისათვის, ვიზიტორისათვის რასაც ხედავს აღქმისათვის პირველი რეფლექსური მახსოვრობითი შეხედულება. ძალიან მაინტერესებს და მაყურებელსაც ალბათ აინტერესებს თქვენ გადაღებების პროცესში. არქიტექტორის, რა თქმა უნდა, უდიდესი არქიტექტორი იყო და ამ უდიდესი არქიტექტორის მიღმა, როგორც პროფესიონალის მიღმა, რა ის ადამიანური დეტალები შეამჩნიეთ, რაც შეიძლება ბევრისთვის არ იყოს ცნობილი და ძალიან საინტერესო იყოს. როგორი რაღაცა იცით, ძალზე საინტერესო კითხვა ესე რომ ვთქვათ, მაგრამ საინტერესოს გარდა არის ალბათ საშვილიშვილოდ დამამახსოვრებელი ნებისმიერი არათუ დღე, არათუ საათი, არათუ წუთი, არამედ წამი მასთან ურთიერთობის, იმიტომ რომ ბატონი ვახტანგი იყო უაღრესად კარგი გაგებით პედანტი, უაღრესად პუნქტუალური ადამიანი, უდიდესი პროფესიონალი თავის საქმისა, უდიდესი მიდგომით მოქალაქეობრივი წამსის წარმოჩენის მქონე პიროვნება. მას არ შეეძლო ზერელეთ რაიმეზე თუნდაც ისე გაყრით ესაუბრა. თუ ის რამეს ხელს ყიდებდა, ის მთელი არსით წლებოდა ამ კონკრეტულ რაღაცას. სამუშაო პროცესი მასთან იყო საოცრად დამამახსოვრებელი, იმიტომ რომ გადაღების პერიოდის თქვათ პრაქტიკული ნაწილი რო სრულდებოდა, ჩვენ შორის იმართებოდა დიდი დიალოგი. დიალოგი იმის შესახებ, რაზეც ვთქვათ გადაღების ნაწილში საუბრობდა. საშემოავლო ასე ვთქვათ პერსპექტივულ გადასაღებ თემებზე. უნდა მას სულად წარმოეჩინა არქიტექტურა. არქიტექტურა მისი მსოფლმხედველობით და არა მარტო თავის პროექტებზე საუბრით. აი ეს იყო ყველაზე მთავარი, იმიტომ რომ ის არ შემოიფარგლებოდა ვიწრო პროფესიული ასპექტის უბრალოდ საზოგადოების წინაშე წარმოდგენით. ის იყო დიდი მოქალაქე. რა იყო ის, რისი წარმოჩენაც მას ყველაზე მეტად სურდა ფილმის პროცესში? ყველაზე მეტად მე ვფიქრობ, ალბათ იყო ის, რომ წარმოეჩინა რას ნიშნავს პროფესია, პროფესიის ერთგულება და პროფესიონალიზმის გამოვლენა. ყველაზე მთავარი იყო ბატონ ვახტანგის შემოქმედებაში ეს, რაც ჩამოთვალე სამი კომპონენტი. ფიქრობ მე ასე შეიძლება რა თქმა უნდა პროფესიული წრეების წარმომადგენლებს მეტი შეხედულება გააჩნიათ ყველაფერთან დაკავშირებით და ხელოვნებად ცოდნებს, მაგრამ უშუალოდ ჩემთან ურთიერთობაში და ფილმის გადასაღები პერიოდის მსვლელობისას ეს იყო, იმიტომ რომ ის არ იყო ვიწრო ჭრილში მოაზროვნე ადამიანი. რეალურად არქიტექტორის მიზანი ფილმის პროცესში არ ყოფილა მხოლოდ საკუთარ პროფესიონალიზმზე ხაზგასმა. არაფრის დიდებით. კი ბატონო, ეს იყო ის დანიშნულება, რომ რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია არქიტექტურა და სახელოვნებო დარგებს შორის არქიტექტურული ხელოვნების წინ წამოჩენა. ეს ფილმი რეალურად არის უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი ქართული კულტურული თვალსაზრისითაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებისთვისაც არქიტექტურა სხვანაირად ჩანს, შეიძლება ამ ფილმის შემდეგ ბევრად უფრო
ხელოვნების დონეზე, უფრო მაღალ საფეხურზე დაინახონ ეს ყველაფერი. ამას წინ ერთვის ისიც, რომ ბატონი ვახტანგ დავითაიას შემოქმედება, რომელიც უძვირფასესია და ფილმიც აჩვენებს კიდევ უფრო მნიშვნელობას ამ არქიტექტურული მიმართულების. დიახ, აბსოლუტურად ეს ასია და კიდევ ერთი, რომ ამ ფილმს ჩემი ამ შემთხვევაში უკვე როგორც მაყურებლის და რეჟისორის კუთხით დანახულ შეხედულების შესახებ მინდა რამოდენიმე სიტყვა თქვა, რომ ეს არის საგანმანათლებლო ფუნქციის მატარებელი ფილმი, იმიტომ რომ ბატონი ვახტანგის თითოეული სიტყვა მეტყველებს ზოგად პროფესიულ საკითხებს. ეს არ არის შემოფარგლული კიდევ გავიმეორებ იმ სიტყვას, რომ თავის პროექტებზე მისი თითოეული პროექტი არის ზოგად საკაცობრიო. მე მინდა გადავავლოთ თვალი მთელს ფილმს. დიახ. თქვენ როგორც ადამიანმა, რეჟისორმა, ამ ფილმის ავტორმა და გაიხსენოთ, ამოერჩიოთ თქვენს გონებაში ერთი ის კადრი, რომელიც ყველაზე ახლოსაა თქვენთან და რომელიც აი ამას კვეთს ოცნება და სინამდვილე. ძალზე საინტერესო შეკითხვა არის იმ კონტექსტში, რომ ეს კითხვა ეხება ფილმს, რომლის მთავარი გმირი არის ბატონი ვახტანგი. და ძალიან რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. გამომდინარე ისევ და ისევ იქიდან, რომ ფილმის გმირი არის არა ერთგვაროვანი, არაორდინალური, უაღრესად ნიჭიერი და ერთელა შედის ქონა პიროვნება. ძალზე რთულია. მით უმეტეს, როდესაც ალბათ როგორც ავტორი და რეჟისორი ნებისმიერი საკუთარი ნაწარმოებისადმი განიცდი რაღაც ისეთ თბილ მშობლიურ დამოკიდებულებას, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ არ ახსიდებით, რომ როგორც შემოქმედი ყოველთვის ბოლომდე კმაყოფილი ხარ შენი ამ მუშაობით, არა, ეს ამ შემთხვევაში არ გულისხმობს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ რა თქმა უნდა, ნებისმიერი ეპიზოდი ყოველთვის ახლოს არის გულთან. ამ შემთხვევაში ზუსტად იგივე არის და განვავრცობ ზუსტად იმ პოსტულატს, რასაც ვისაუბრეთ დასაწყისში კითხვისა, რომ თვითონ ფილმის გმირი არის საოცრად არაერთგვაროვანი. მისი ნებისმიერი სიტყვა არის შორსჭრეტელი. შორსჭრეტელი შეიძლება სხვა ასპექტში სხვანაირად იგულისხმოს, მაგრამ და ძალიან რთულად წარმოსადგენია არქიტექტურასთან ამის მისადაგება, მაგრამ ეს ასია, იმიტომ რომ მისი ხედვა აბსოლუტურად სხვანაირი არის. სხვანაირად ხედავდა ის ყველაფერს და აი წეღანაც ვისაუბრეთ და ვთქვი, რომ ის რაღაც საოცარ ჰარმონიას კომპოზიციას ქმნიდა. მისი პლასტიურობა შემოქმედებრივი ხომ სხვაგან არის. ამიტომ ძალიან მიჭირს ამაზე თქმა რამის, მაგრამ ერთს ვიტყვი, რომ დასამახსოვრებელია და ჩემთვის ამაღელვებელია ყოველთვის ამ ფილმის ფინალური ნაწილის, ფინალური ეპიზოდის ნახვა ხოლმე, რადგან იქ ზუსტად ვლინდება ბატონი ვახტანგის შინაგანი მოქალაქეობრივი მწამსი, რომელიც საოცარ სინთეზში არის პროფესიონალურ ხედვასთან მიმართებით. აქვე მინდა თქვენ ნებართვით თუ შეიძლება რამოდენიმე სიტყვა ვთქვა ბატონი ვახტანგის პუბლიცისტური მოღვაწეობის შესახებ. ძალიან საინტერესოა. აქ არის ზუსტად კიდევ ერთი ფენომენალური მომენტი. ადამიანი არქიტექტორი, ადამიანი შემოქმედი, ადამიანი პუბლიცისტი. აი, ჩვენ მის შემოქმედებაზე რომ დავიწყოთ საუბარი, ხო? ჩვენ ვთქვით, რომ მემორიალები, საცხოვრებელი კომპლექსები, რეგიონალურ მიმართებაში, ხო, თქვათ, რელიეფთან მიმართებაში, საცხოვრისის დაგეგმარება და მისი განხორციელება. მე არ მინდა ამ შემთხვევაში ვისაუბრო მის კონკრეტულ თითოეულ პროექტზე, იმიტომ რომ
ცოტა უხერხულიც არის ეს არის საქმე უშუალოდ არქიტექტორების და ხელოვნებაცოდნეების. მე ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის, დაგეგმვის ჩვენებისათვის, დაგეგმილი ჩვენებისათვის და მე ვსაუბრობ როგორც ერთი რიგითი ადამიანი მოქალაქე, რომელმაც მთელი სულ და გულით აუქვი და დავინახე ეს პიროვნება, რომელიც მართლა არის ეს არის უდიდესი საქმე ქართველებისთვის. ერთი რომ ქმნიდე, იყო ასეთი შთამბეჭდავი არქიტექტორი და მეორე ეს არის თქვენი მიმართულება, თქვენი როლი, რომ ეს ყველაფერი აი ასე გადმოსცემდა ჩვენი მაყურებელი ნახავს ამ ფილმს, რა თქმა უნდა, რამდენად საოცარი ფილმი არის და გადმოსცემდა დაანახოს საზოგადოებას ისე და მადლობას გიხდით პირველ რიგში ამისთვის. მადლობა ალბათ ბატონ ვახტანგს, იმიტომ რომ ის რომ არა ეს ფილმი ვერ შედგებოდა. ფილმის პრემიერა პირველად მოხდა 2019 წელს უიას დიდ ფორუმზე, უიას მსოფლიო არქიტექტურული საზოგადოების დიდი შეხვედრა იყო საბერძნეთში და პრემიერა იქ შედგა ფილმისა, რომელიც ინგლისური ვერსია არსებობს, დუბლირებული ინგლისურად, ცალკე გაკეთებული პირველი ფილმი აქ იყო. ფილმის შექმნაში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა საქართველოს არქიტექტორთა კავშირს. მის ხელმძღვანელს ბატონ დავით საფულაძეს, იმიტომ რომ ეს ის ადამიანი, რომელიც მართლა თავიდან ბოლომდე მოწოდინებულია ქართული არქიტექტურული ისტორიული ქვაკუთხედის შენარჩუნებისათვის, მომავალი თაობისათვის. და ზუსტად ეს ყველაფერი იყო საწინდარი იმისა, რომ შეიქმნა ეს ფილმი დიდ არქიტექტორზე, დიდ ხუროთმოძღვარზე, ადამიანზე, რომელსაც ვებერთელა ხედვა გააჩნდა. გააჩნდა მოქალაქეობრივი, პროფესიული და ადამიანური. და რა არის ფილმის მთავარი გზავნილი, სათქმელი? ფილმის უმთავრესი გზავნილი ეს არის ადამიანის შინაგანი ოცნების რეალიზება და მისი სინამდვილედ ქცევა. ანუ ოცნება და სინამდვილე. იმიტომ რომ აი ეხლაც რაღაცნაირად ჟონტელის მომენტი არის, ისა მაგრამ მართლა ესეა, იმიტომ რომ ნებისმიერი შემოქმედისათვის ეს და არავისთვის დასამალი არ არის და ნებისმიერ შემოქმედებმა ეს კარგად იცის, რას ნიშნავს შენი ჩანაფიქრის რეალიზება. და მით უმეტეს, როდესაც ეს ჩანაფიქრი არის საყოველთაო და არა მხოლოდ ვიწრო 9 კულტურში ჩაკეტილი რაღაც შინაგანი მოხმარების საგანი. ბატონო ბექა, რას ეტყოდით მათ? ვინც ახლა ოცნების ზღვარზე დგანან, ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, აქვთ ეს ჩანაფიქრი, მათ გულში გიზგიზებს ეს ოცნება, რას ეტყოდით, რა რჩევას მისცემდით, როგორ აქციონეს ყველაფერი სინამდვილედ? რა იქნებოდა თქვენი რჩევა? ნებისმიერი ოცნების მით უმეტეს შემოქმედებრივ ასპექტში განხორციელებისათვის უმთავრესი ეს არის შრომა. შრომის გარეშე არაფერი არ ხდება. ერთი არის ნიჭი, მეორე არის შრომა. და ყველას გონია, რომ შემოქმედება და შემოქმედი ადამიანები ძალზე ვთქვათ ისეთი უბრალოდ ასე იბადებიან. ხო, იბადებიან ისეთ ნიჭიერები და ხელგანწყობას ქმნიან პირობითად, რაღაცას კარგს აკეთებენ და ამის უკან არაფერი ისეთი არ დგას, ვთქვათ, უშრომენ, ხომ? არა, პირიქით. შრომის გარეშე და თან ტიტანურ შრომაზე არის საუბარი. არაფერი არ გეცდება, იმიტომ რომ ნიჭი არის ერთი, მაგრამ მას თუ არ მიეცი საფუძველი განვითარებისა, ვერაფერს ვერ შექმნის ადამიანი. რა იყო ის, რამაც თქვენი ოცნება სინამდვილედ აქცია? ძალიან რთული ამაზე რამის თქმა, იცით რა, ალბათ ჯერ ერთი რომ ადამიანი ვითარდება და შესაბამისად რაღაც სურვილებიც მეტად და მეტად ჰორიზონტზე ჩნდებიან შესაბამისად
მისკენ მიისწრაფი ხომ, მაგრამ ქცევა კი არის ის, რომ აი ზუსტად ამ შრომით ყოველდღიური საკუთარი თავის განვითარებით, რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ ახლოს ვქნი. და საინტერესო არის ყოველთვის იმ ასპექტში ეს ყველაფერი, რომ აი თუნდაც დღევანდელი ფილმი არის მაგალითი იმისა, რომ შრომა და შენი პროფესიული ხედვა უნდა იყოს სინთეზში საზოგადოებრივ ღირებულებასთან. ბატონო ბექა, მე მეკნება თქვენთან დასკვნითი ორი კითხვა. კი ბატონო. პირველი, რატომ შეიქმნა ეს ფილმი და მეორე, რატომ უნდა უყუროს ამას მაყურებელმა? მადლობა ესეთი საინტერესო და ძარღვიანი კითხვისათვის, გამაინტრიგებელი კითხვისათვის, მაგრამ ერთ ვიტყოდი, გავაერთიანებ ყველას ერთ პასუხში, რომ რატომ შეიქმნა? შეიქმნა იმიტომ, რომ ჩვენი საუბრის დასაწყისშიც აღნიშნე, რომ მასზე გადაღებული ფილმი, ციკლიდან პიროვნული არჩევანი და მე თვითონ ჩემ თავში დავინახე, რომ სურდა უფრო მეტად დამინახა ამ პიროვნების შემოქმედება. უფრო მეტად გავრცობილიყო ეს ყველაფერი და აი ეს ხელის გულზე მოტანით მიმეწოდებინა მაყურებლისათვის. აი ზუსტად პასუხიც ზუსტად ამაში არის, რომ აი ამ ხელის გულით მიწოდებული მაყურებლისათვის, იმიტომ რომ აი ნახეთ, აი ეს არის შემოქმედი ადამიანი, მოქალაქე, რომელმაც თავისი პიროვნული არჩევანი გააკეთა და ის გახდა დიდი ხუროთმოძღვარი. ხუროთმოძღვარი, რომელმაც თავისი შემოქმედებით დატოვა წარუშლელი კვალი ქართულ არქიტექტურაში. და მისი სახელია ბატონი ვახტანგ დავითაია. როგორც ამბობენ, 1000 წლები წალეკავენ, ირგვლივ ყოველივეს. კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ბატონი ვახტანგის შემოქმედება კი ნამდვილად მარადიულია. თქვენმა ფილმმა კიდევ უფრო დაანახა ეს ყველაფერი ქართულ და არა მარტო ქართულ საზოგადოებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მადლობა თქვენთან, ბატონო. ჩვენი სტუმარი იყო რეჟისორი და ფილმის ავტორი, არქიტექტურა, ოცნება და სინამდვილე ვახტანგ დავითაია. ბატონი ბექა ავარსკი, მადლობას გიხდით მოწვევისთვის და თქვენ კი გიტოვებთ აი ამ საინტერესო ფილმს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა კალმარი, მადლობა თქვენს ტელეკომპანიას და მადლობა თქვენს მაყურებელს. წარმატებებს გისურვებთ. თქვენს ასევე ბედნიერად. კარგად გრძნობთ. დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი არქიტექტურის სპეციალობით 1958 წელს. 4 წელი ვიმუშავე საპროექტო ინსტიტუტ ქალაქშენ სახლ-პროექტში, ქალაქგეგმარების სახელოსნოში. მე ამ 4 წლის მანძილზე მონაწილეობა მივიღე სხვადასხვა გენერალური გეგმების დამუშავებაში და 1962 წელს შემომთავაზეს სწავლის გაგრძელება ასპირანტურაში. მე რა თქმა უნდა სიამოვნებით დავთანხმდი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმ ყურადღებით, რაც გამოიჩინეს ჩემმა ყოფილმა პედაგოგებმა. ინტენსიურად და მიზანდასახულად მუშაობდი დისერტაციაზე და აი თითქმის საქმე მისული იყო დაცვაზე. ამ დროს არქიტექტურის ფაკულტეტზე დაიბადა იდეა, რომ გაერთიანებულიყო ყველა საპროექტო და სამეცნიერო კვლევითი თემა ერთ საპროექტო სამეცნიერო ბიუროში. და აი ამ საპროექტოს ხელმძღვანელად დავინიშნე მე. საპროექტო ბიურო იარსება 25 წელი. ფიქრობ იყო ძალიან წარმატებული წლები. რა თქმა უნდა, საპროექტო ბიუროს ჰქონდა თავისი პოზიცია. ეს იყო რეგიონალიზმი.
ჩვენი რეგიონალიზმი ძირითადად ემყარებოდა არა მატერიალური, არამედ სულიერი კულტურას, განწყობილებას, ატმოსფეროს, მენტალობას, ერის ფსიქოლოგიას, ფოლკლორს და ასე შემდეგ. რა არის ბოლოს და ბოლოს რეგიონალიზმი? რეგიონალიზმი ეს არის, რა თქმა უნდა, არა სტილი, რომელიც იწყება, ვითარდება და მთავრდება. რეგიონალიზმი ეს არის შეხედულება, პოზიცია, დროსა და სივრცეში ცვალებადი და განახლებადი. რეგიონალიზმს არ ახასიათებს სტილის უნივერსალობა და საზღვრები, არქიტექტურულ-ხანტული პრინციპების სიმწყობრე და ერთიანობა. რეგიონალიზმი ცნობა ეროვნული კულტურისა და მენტალობის სამყაროში. რეგიონალიზმი ქვეყნის ხალხის საუკუნეობრივი გამოცდილების ახლებური გააზრებაა. მესტის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი საკონკურსო პროექტი. სვანეთის უნივერსალური კოშკური არქიტექტურის რემინისცენციას ასოციაციებს ემყარება. მხოლოდ და მხოლოდ ასოციაციებს. აქ მხოლოდ მინიშნებებია ისტორიულ მემკვიდრეობასთან. მონადირის სოფელი საქართველოს ფლორისა და ფაუნის მუზეუმი იწვევს საქართველოს ღვთისმსოფლების, შატილის, ომალოს, უზგულის შორეულ ასოციაციებს. ხევსურეთის სოფლები, ბისო და ხახმატი, რომელიც ჩვენ მოვიგეთ ღია კონკურსით. ეს ტრადიციული ხევსურული საცხოვრისის, რომელიც 2-3 დონეზე ტერასულად ვითარდება, ინტერპრეტაცია. პურის ქარხანა თბილისში, საწარმოო ტექნოლოგიური ობიექტები გლობალისტურია თავისი არსით, მას ასევე არ აქვს ადგილის განცდა. ჩვენ საერთო კომპოზიციაში შევიყვანეთ ეთნოგრაფიული, საგამოფენო და სავაჭრო ფუნქციები. ადმინისტრაციულ-კულტურული სავაჭრო ცენტრი სოფელ ცხუნკურში 1986 წელი. ეს შორეული ასოციაცია დასავლეთ საქართველოს სოფლების ზოგადი ხედისა 4-ქანობიანი სახლებით საცხენოსნო ტურისტული ბაზა სოფელ ბეთანიაში. აქ რა თქმა უნდა ძირითადი მაინც არის გარემოსთან კონტექსტი, მისი გარემოს ფონი, რომელიც გორაკებისა და უკანა პლანზე უფრო მაღალი მწვერვალებით შემოდის საერთო პანორამაში. საქართველოს ისტორია არის თავდაცვის ისტორია. ჩვენ ყოველ დროს, ყოველი კუთხიდან გვიტევდნენ. ამან ქართველებში ჩამოაყალიბა ერთად ცხოვრების ტრადიცია, რომელიც განპირობებული იყო მთელი რიგი აუცილებლობით. ასევე ჩამოაყალიბა თანაცხოვრების გარკვეული წესები. ამისი ძალიან კარგი მაგალითი გახლავთ თბილისური ეზო, მრავალეროვანი, მრავალ რელიგიური, რომლებიც ცხოვრობდნენ საკმაოდ ჰარმონიულად, როგორც ერთი ოჯახი. ამისი მაგალითი პროექტირებაში იყო ჩვენი ერთ-ერთი პირველი კულტურის სასახლე ქალაქ ფოთში. ამ კულტურის სასახლის სტრუქტურაში ჩვენ შემოვიყვანეთ შუალედური სივრცეები, სპეციალური გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი ღიობები. აფხაზეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი. აქაც პირველი მეორე სართული მთლიანად გახსნილია, სივრცეები ურთიერთ შეღწევადია და ეს სივრცე მთლიანად ეკუთვნის მთელს ქალაქს და არა ამ შენობას. შემდეგ ინდივიდუალური მენაშენეთა საცხოვრებელი კვარტალი პალიასტომი ქალაქ ფოთში. ამ დასახლებაში ჩვენ შევქმნით პარცელებს შორის თავისუფალი სივრცე, გამწვანებული, კეთილმოწყობილი მცირე არქიტექტურული ფორმებით, რომელიც ტრანსპორტისგან თავისუფალია და აბსოლუტურად უხიფათო. სოფელ ხორნაბიჯის ადმინისტრაციულ-კულტურული სავაჭრო ცენტრი. აქ გათვალისწინებულია დიდი 600 კომლიანი სოფლისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული კულტურულ სავაჭრო ობიექტები. ორი შიდა ეზო დიფერენცირებულია, ასრულებს სხვადასხვა ფუნქციებს. იმავდროულად სივრცე ერთიანია.
ვაჟას სამყარო პოეზიის სახლი თბილისში. ეს პროექტი წარმოდგენილია ორ ვარიანტად და ორგანიზმი ვითარდება შიდა ეზოს გარშემო, რომელიც არის კოლექტიური თავშეყრის ადგილი. ანალოგიური გადაწყვეტები არის პროექტებში კულტურის ცენტრი მთაწმინდა თბილისში, სასტუმრო 200 ადგილზე თბილისში, ასევე იპოდრომის ტერიტორიაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი რთულ რელიეფზე თბილისში. ჩვენ პროექტებში გზა არა მხოლოდ ეგეთ სატრანსპორტო კომუნიკაციის ან ფეხით მოსიარულეთა კომუნიკაციის არტერია არ არის, არამედ უპირველესად ყოვლისა არის ადამიანური შეხვედრებისა და კომუნიკაციის საშუალება. და ეს პრინციპი ჩვენ პირველად ბაკურიანის სასტუმრო მზიურ ველში განვახორციელებთ. მთელი პირველი სართული დათმობილი აქვს სხვადასხვა საზოგადოებრივ ფუნქციებს, სადაც მუდამ ხალხმრავლობა და იმავდროულად ეს არის არტერია, რომელსაც ჩვენ მივყევართ საზოგადოებრივი დანიშნულების მოცულობასთან. იგივე პრინციპი არის განხორციელებული ნოქალაქევის ბალნეოლოგიურ სანატორიუმის კომპლექსში. აქ მთელი კომპლექსი შენობათა ჯგუფი აკენწული არის გზაზე. ერთ ადგილას გზა შენობასაც კი კვეთს, შემდეგ გადადის მდინარეზე ხიდის სახით და პირველ სართულზე სანატორიუმის კომპლექსი გადაკვეთს და გადადის ეზოში. ჩემი პროფესიული საქმიანობის ერთ-ერთი წამყვანი საქმიანობის მხარე იყო მონუმენტები, მემორიალები და მცირე არქიტექტურა. ყველაფერი დაიწყო 1964 წელს, როდესაც გამოაცხადეს კავკასიის დამცველთა მემორიალზე საკავშირო კონკურსი. ამის შემდეგ იყო 40 წლიანი მოღვაწეობა დიდ ქართველ გამოჩენილ მოქანდაკესთან გუჯამაშუკოთ. ჩვენ არაერთი მონუმენტი და მემორიალი შევქმნით ერთად. ამ კონტექსტში მინდა ვახსენო ჩემი მოღვაწეობა სხვა მოქანდაკეებთან, მაგრამ მონუმენტებისა და მემორიალების თემა ძალიან ფაქიზი თემაა. მონუმენტები და მემორიალები პასუხისმგებელი არიან არა მხოლოდ გარემოს, არამედ ხალხის და ქვეყნის წინაშე. ისინი ცვლიან გარემოს, ქალაქის პეიზაჟს, ახალ ხატულობას და შინაარსს ანიჭებენ ქალაქს. არქიტექტურა მსგავსა თეატრისა, კინოს კოლექტიური ხელოვნება, მრავალ არქიტექტორთან, მოქანდაკესთან მომიხდა თანამშრომლობა. სულთან ხარძლივად, სულთან ეპიზოდურად. ჩემი და შოთა ბოსტანაშვილის, ჩემი ყოფილი სტუდენტის თანამშრომლობა 20 წელი გასტანა. ერთად შევქმნით არაერთი შენობის და მემორიალის პროექტი. ნაყოფიერი შემოქმედებით თანამშრომლობა მქონდა გიული გეგელიასთან, თენგიზ გოგოლაშვილთან. მოქანდაკეებიდან თანამშრომლობდი წლების მანძილზე და სხვადასხვა მემორიალების შექმნით ვაჟა მელიქიშვილთან. ბოლო წლებში კი მიქელანჯელო სახელდებულ დიდ ქართველ მოქანდაკესთან მერაბ ბერძენიშვილთან. რა თქმა უნდა, ამ 60 წლის მანძილზე კიდევ მრავალ არქიტექტორთან მომიხდა მოღვაწეობა. ადრეულ პერიოდში ალეკო ჩიქოვანთან, ქალბატონ ნანული თევზაძესთან, ჩემ ყოფილ სტუდენტთან, უდროოდ გარდაცულ ნოდარ ჯანშიაშვილთან, მერაბ გუგუნავასთან, ვაჟა ორბელაძესთან, თემური ყნიაშვილთან
და სხვებთან. კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ვიწრო სპეციალიზაციისა. ეს ეხება ყველა სპეციალობას, არა მარტო არქიტექტურას. არქიტექტორს უნდა შეეძლოს ყველანაირი დაკვეთის შესრულება. იქნება ეს ქალაქის დაგეგმარება, სოფლის დაგეგმარება, სამრეწველო კომპლექსი, საინჟინრო ნაგებობა, სოფელი, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, მონუმენტი, მემორიალი და ინტერიერი. ამიტომ გამოჩენილი არქიტექტორებს ქალაქიც კარგად გამოდის, სამრეწველო ნაგებობებიც კარგად გამოდის და მონუმენტიც ასე ვთქვათ. მე მომიწია ჩემ პრაქტიკაში მუშაობა ქალაქგეგმარებით ობიექტებზე, საზოგადოებრივ შენობებზე, სოფლის ობიექტების დაპროექტება, მონუმენტები, მემორიალებსაც, მცირე არქიტექტურაც საკმაოდ დიდი ნაწილია ჩემი მოღვაწეობის და ქალაქგეგმარებითი ობიექტებიდან შემიძლია რამოდენიმე დავასახელო. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი იყო რიყის უბნის ქალაქგეგმარებითი კონცეფცია. რიყე თბილისის ბუნებრივი სცენა, არენა. რიყი არის დიდი საქალაქო მნიშვნელობის თეატრალური სცენა და აქ არ შეიძლება იყოს არქიტექტურა ერთხელ და სამუდამოდ გაყინული. მე რიყის მიმართ დაახლოებით ესე დამოკიდებულება მქონდა თუ როგორ შეიძლებოდა ამ სივრცის მუდმივად ცვალებადი არქიტექტურული გარემოს ორგანიზაცია. აქ ყველა ვარიანტში იყო საკმაოდ განვითარებული მიწის ქვეშა სივრცე, სადაც გათვალისწინებული იყო ყველაფერი, დაწყებული კვების ობიექტებიდან, სავაჭრო ობიექტები, ტრენაჟორები, ბავშვთა ოთახები, აბსოლუტურად ყველაფერი ზედა განათებით ხდებოდა. მთელი ქალაქი იყო განვითარებული მიწის ქვემოთ. მხოლოდ ცვლილება შეეხებოდა მიწის ზედა სივრცეებში. მეორე დიდი ობიექტი იყო ეგრეთ წოდებული დედაქალაქის კარიბჭე, რომელიც მე მიუძღვენი საქართველოს დამოუკიდებლობას, აღტაცება და აღტკინება ძალიან დიდი იყო ადამიანებში, მათ შორის არქიტექტორებშიდაც და მე შევეცადე აი ეს ჩვენი ქვეყნის და ერის ისტორიაში სულად განსაკუთრებული მომენტის, დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მეწვნა პროექტი, რომელსაც დავარქვი დედაქალაქის კარიბჭე, რაც გულისხმობს აეროპორტის ტრასის არქიტექტურულ სივრცეობრივ განახლებას და გადაწყვეტას. ასევე იყო სხვა ქალაქგეგმარებითი ობიექტები, ეს ძალიან საინტერესო წარიმართა ჩვენი მუშაობა შოთა კოსტანაშვილისა და ჩემი ბარათაშვილის აღმართის პლატოზე რეკონსტრუქცია რეგენერაციისა. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით მივდექით ამ ობიექტს. იქ უაღრესად საინტერესო განსხვავებული და მოულოდნელი არქიტექტურული თემები იყო. ასევე მნიშვნელოვანი იყო ქალაქ ფოთში მალთაყრის ტყე-პარკის დაპროექტება. ძალიან საინტერესო ობიექტი იყო. უამრავი მცირე არქიტექტურული ფორმის, სასეირნო ბილიკების, სპორტიული მოედნების დაპროექტება მოგვიწია. მინდა განსაკუთრებით გამოვყო ბათუმის სანაპირო პარკის საკონკურსო პროექტი არქიტექტორ თენგიზ გოგუაშვილთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი იყო, ძალიან საინტერესო იდეებით. ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა და რა თქმა უნდა გარკვეული მოლოდინებიც ჰქონდა, რომ ეს პროექტი დაიმსახურებდა მაღალ ყურადღებას.
პედაგოგიური მოღვაწეობა ჩემი ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა გახლავთ 60 წლის მანძილზე. მე არა მხოლოდ წვრთნიდი სტუდენტებს, მომავალ არქიტექტორებს, არამედ ძალიან გულისწყრით ვაკვირდებოდი მათ ცევლებს და ინტერესების мотиваციის დინამიკას დროში. ჩემი პერიოდის სტუდენტებმა გაცილებით მეტი და უკეთესად ვიცოდით მოთხოვნილი პროგრამა. დღევანდელ ახალგაზრდას მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ეს ვერ პოულობს გამოხატულებას ცოდნაში. ბოლო წლებში ძალიან ხშირად ხმარობ დაპროექტების მაგივრად სიტყვა რეჟისურას. რაღაცა ამათ საერთო აქვს პროექტირებასა და რეჟისურას, მაგრამ რეჟისურაში სხვა მოთხოვნილებია, უფრო ხატმულობაზე აქცენტირება. ტერმინოლოგიურად ვამბობ, საჭიროა მეტი სცენოგრაფია, მეტი დაუსრულებლობა. ცხადია, არის გარკვეული თემები, სადაც ჩვენ კლავ და კლავ დაჟინებით ვითხოვ რეგიონალებს, ეროვნული კულტურისადმი პატივისცემას. უნდა გითხრათ, რომ პედაგოგიური მოღვაწეობა ძალიან ხელშემწყობია საერთოდ პროფესიული საქმიანობისათვის, ვინაიდან პედაგოგი მუდმივად უნდა იყოს საქმის კურსში, რა ხდება დღეს სამყაროში. ვის თვლი მასწავლებლად? ხშირია ასეთი კითხვა. ჩემი პასუხი ასეთია. ყველას და არავის. ჩემი დროის მოწაფე ვარ მეთქი. ზოგადად ქვეყნებზე თუ იქნება საუბარი, უდიდეს პატივს ვცემ იაპონურ არქიტექტურას. მათ შორის ჩემთვის ძალიან მახლობელია კიშო კუროკავა, გარატა ისოზაკი, კიონორი კიკუტაკე, კიმიო იოკოიამა. განსაკუთრებული სიმპათიები მაქვს ალდო როსის, რიჩარდ ინგლანდის, ჰანს ჰოლაინის, ანტონი პრედოკის, რიკარდო ლეგორეტას, თეოდორე გონსალეს დე ლეონის და რა თქმა უნდა ალვარ ალტოს მიმართ. ანუ არქიტექტორების, რომელთათვისაც თანამედროვეობა შერწყმულია ადგილის სულთან ეროვნულობასთან. მომწონს 70-იანი, 80-იანი წლების იტალიელი არქიტექტორების მოღვაწეობა, მათი ძიებები რეგიონალიზმის მიმართულებით. რა არის ბოლოს და ბოლოს არქიტექტურა? არქიტექტურა ესა მიანიჭოს ადამიანს სიხარული და ბედნიერება. თუ კი ძალიან ზოგადად ვიტყვით, უფრო დაწვრილმალება არღის და დაყვანა მისა რაღაც ფუნქციამდე, ტექნოლოგიამდე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 8 ათეული მივითვალე უკვე. ხანდახან მეუბნებიან, ხომ არ იკლო განცდის სიმძაფრე, მაგრამ უცებ თვალს გადავავლებ ისტორიას, მაგონდება რომ ფრენკ ლოიდ რაიტი 92 წლის გარდაიცვალა, მის ვანდეროე 83-ის, ლე კორბუზიე 78, ფილიპ ჯონსონმა 99 წელი იცხოვრა, ხოლო ოსკარ ნემეიერმა 105 წელი. სხვა შორის ძალიან ახალგაზრდები იყვნენ. მე ვაფასებ იმ არქიტექტორებს, რომლებიც აღწევენ განწყობილებას, ემოციებს, აღტაცებას, გაკვირვებას, არა კომპოზიციური ტრიკებით, არამედ არქიტექტურული ლოგიკით. ხელოვნების როლ დარგში ავანტურა დასაშვებია. არქიტექტურაში არა. არქიტექტურა არ შეიძლება იყოს ტყუილი. მას აქვს თავისი ფუნდამენტური მარადიული კანონები. როდესაც ეს კანონები დარღვეულია, მაშინ ის არქიტექტური და ხელოვნების სხვა დარგში გადადის, უმეტესად სახვით ხელოვნებაში. მომავლის არქიტექტურა არ იქნება სტილების არქიტექტურა, არამედ იქნება ფილოსოფიის არქიტექტურა. ინდივიდების არქიტექტურა. მსოფლიო არქიტექტურაში ილეთების და ტრუკების პერიოდია. თავარია უცნაურობა, გააკვირვა ადამიანი. არქიტექტურა გენესისიდან ამოვარდა. ის სახვით ხელოვნების განუსაზღვრელ თავისუფლებას იძენს. ერთი წუთით ჩამოვაშოროთ წარმოსახვით საგრადა ფამილიას ავტორის კაპრიზები. მისგან არაფერი არ დარჩება. პატარა ჩანჩქერს, რომელზედაც ფრენკ ლოიდ რაიტმა დადგა სახლი, ეგრეთ წოდებული სახლი ჩანჩქერზე, მიმართულება რომ შეუცვალო, დარჩება
რიგითი სახლი და პატარა ჩანჩქერუკა. ის გენიალურია სიმბიოზში. თანამედროვე არქიტექტურა უპირველესად ყოვლისა სივრცის რევოლუცია. ხელი არა მხოლოდ აკეთებს, არამედ ფიქრობს და აზროვნებს. არქიტექტორები, ხატორები, მოქანდაკეები თითებითაც ფიქრობენ. არსებობს მიმართება ტვინი ხელი. განსხვავებით კინოსცენარისაგან, პიესისაგან, სადაც ნაწარმოების ხარისხი მთლიანად ინტერპრეტატორზეა, რეჟისორზე, მსახიობზე დამოკიდებული და წინასწარ ვერაფერს ვერ იწინასწარმეტყველებ, არქიტექტურული პროექტი თითქმის 100% შეიძლება განისაზღვროს შედეგი. ამისთვის საჭიროა პროფესიას მართავდნენ პროფესიონალები და არა ფუნქციონერები, მათ შორის გაფუნქციონირებული არქიტექტორები. მონუმენტები, მემორიალები, ისევე როგორც საერთოდ არქიტექტურა, ადამიანზე მისი ნებისგან დამოუკიდებელი, მუდმივ მომქმედი იდეოლოგიური ფენომენია. ის საზოგადოებრივი სივრცის ქალაქის ნაწილია და ჩვენს შორის ჩვენთან ერთად არსებობენ. კომპოზიცია გავაკეთე, ქვია ძირს დიქტატურა. აი დიქტატორები მაღალ პედესტალზე რომ ვიდგნენ, როგორ დაიმსხვრა და მათი მსხვერპლი. ეს თითოეული ფორმა, თითოეული თავი არის 3 მეტრის დიამეტრი და ყალია როგორც გორაკები. ეს მემორიალი ეძღვნება იმ დანაშაულ მოყმაწვილებს, ქართველებს, ოსებს, რომელიც უნებლიეთ აღმოჩენილი ტრაგედიის მონაწილეები, როსაც ჩვენ 8 აგვისტოს ომს ვეძახით. უბედურება ეს, ვიღაც ავანტურისტების მიერ წამოწეულ დროს მოუამრავი ახალგაზრდა და შეეწირა. ეს მათ ეძღვნება და არა მხოლოდ აღუპულ ქართველ მეომრებს, ყველას, ვინც ამ გაუგებრობას შეეწირა. ძალიან დიდი არქიტექტორი და აი რომ მიტყვია აი კაცური კაცი აი ყოველთვის შემკული ჯერჯერობით გარეგნობით შესაძლებელი პიროვნება და მეგობარი პირველი დელეგაცია რომელმაც მიუსამძევრა ოფიციალურად 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ აი ჩავარდა უსესრე კავშირის არქიტექტორთა კავშირის დელეგაცია სამძიმარზე მისი თავმჯდომარე ბატონი Yuri Platonovich მეთაურობით ეს 3-4 დღე დარჩა აქ და თითქმის ყველა ოჯახს მიუსამძევრა და ყველა კონდიციაში შემოვიდა მონაწილეობას.
ეროვნულობა, ტრადიცია, ადგილის სული, ადგილის განცდა, ეს შემოქმედებითი პოზიცია, შეხედულება, მიზანია, ეს თავისთავად არ მოდის. ვინ თქვა, რომ თანამედროვე არქიტექტურა არ უნდა ასახავდეს ადგილის სულს, ისტორიას, კულტურას, კლიმას, თქმულებებს, ადატს, წესს, ტრადიციებს. ეს განწყობილება, ძიების შედეგია. ჩემთვის კონტექსტის, ადგილის სულის, ისტორიასთან კავშირის მიღწევის საშუალება არა არქიტექტურული ძეგლების პერიფრაზე ან ციტირება, არამედ მათთან ასოციაციური კავშირი, რემინისცენციები, მოგონებები და რაც უმთავრესია, ეროვნული ხასიათი და მენტალობა. ცხოვრება ისე ხანმოკლეა, რომ უდიდესი დანაშაული იქნება უმიზნოდ გაატაროთ თუნდაც ერთი დღე ან ერთი წუთი დაყო მოხლებს. სიმართლის დაცვა ჩემთვის პირად უხერხულობაზე მეტი იყო ყოველთვის. პირადი წყვილის განსაზღვრა. გაცილებით უფრო ძნელია ვინმე სხვისი წყვილის შეფასება და დანახვა. მე მიჭირ ჩემი წყვილის განსაზღვრა. თუმცა მაქვს უნარი შევხედო საკუთარ თავს სხვისი თვალით. ერთს კი ვიტყვი. იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ რეალობაში და იმ შესაძლებლობებით, რაც ღმერთმა მარგუნა, მე მეტის გაკეთება არ შემეცვლა. არც სიმდიდრე, არც პოპულარობა არასდროს ყოფილა ჩემი მიზანი. თუ რაიმე ამდაგვარი გამაჩნია, ეს მხოლოდ შედეგია. სამშობლო არ არის მხოლოდ კომფორტული გარემო ან მშვიდი ქვეყანა, სადაც პროფესიული წარმატება უფრო სავარაუდოა. ის გაცილებით მეტია. უპირველეს ყოვლისა, სულიერი კომფორტი. ადგილი, სადაც ყველაფერი შენია, სადაც ძალიან გიხარია და ძალიან ტყივა. ასეთი ადგილია ჩემთვის საქართველო. ოქროს თევზი რო ამოყვეს ბადეს, მხოლოდ ერთადერთი თხოვნა მექნება. სამყარო, ჩვენი პლანეტა, კოსმოსიდან გადაღებულ ფოტოზე რომ არის მშვიდი, უსაზღვრო, უკონფლიქტო, გახადოს რეალობად.